რამოდენიმე საათში მომდის მესიჯი და კახამ წერს, რომ ხატია, როგორ ყვარები ხარ ღმერთს და პატრიარქსო, ესე ფეხებში რაღაც ვიგრძენიო, დავიხედეო და ეს ჯვარი დავინახეო და გამოგიგზავნა პატრიარქმო. მართლა ძალიან ყვარები ხარო და წამომცვიო და ცრემლები, უცებ მივხვდი, რომ ზუსტად როგორც ვფიქრობდი, როგორც მინდოდა, მთელი გულით რომ მინდოდა, რომ ჩემ შულს კეთებოდა ეს ჯვარი და ესე იმ დღესვე რამოდენიმე საათში ესეთი პასუხით მიბრუნდება კახა, ამაზე დიდი სასწაული მართლა ეხა ამდენ ხალხში, ამდენ მილიონ ადამიანში, წარმოიდგინეთ, რომ რაღა მაინც და მაინც კახას ფეხებთან, რომელსაც რამოდენიმე საათის წინ თხოვე, რომ იქნება პატარა ჯვარი თქო, პატარა ჯვარი, ნახეთ თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო შეიძლება და სხვა რაღაც დავარდნოდა ადამიანს, მაგრამ მაინც და მაინც პატარა ჯვარი და მაინც და მაინც კახას ფეხებთან წარმოიდგინეთ და გავგიჟდი სიხარულისგან, მეთქი ვაიმე ძალიან დიდი მადლობა კახა თქო, არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო სიხარულისგან და საბოლოო ჯამში მოვალა უცებლად რომ მივიღო ჩემი საჩუქარი თქო, რომელიც პატრიარქის ბოლო საჩუქარი იყო ჩემთვის და კიდევ უფრო მეტი საოცრება იყო, რომ როდესაც სიონში გადაასვენეს პატრიარქი, ესე იგი, ხო, მივედი სიონში და კახას ველოდები, რომ გადმომცეს ეს ჯვარი და კახას გამოაქვს ჯვარი, რომელიც არის ხალხო უპატარავესი, მართლა ის როგორიც წარმოდგენილი მქონდა, რომ ჩემი შვილისთვის როგორი ჯვარი შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი პატარა, მას რომ ხელი არ შეშლო და რაღაცა არ მოეწყვიტა, რაღაც მოკლედ, პატარა ესეთი პაწეცინა ჯვარი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ვერაფრით ვერ მივხვდი, იმ ქაოსში წარმოიდგინეთ, იმ ქაოსში, როცა მილიონი ადამიანი გადის და გამოდის, ესეთი პატარა ჯვარი საერთოდ როგორ იგრძნო, როგორ დაინახა იმ ქაოსში, უბრალოდ